ახალგაზრდული საბჭო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. რა პროექტები აქვს და როგორ ეხმარებიან სოფლებს განვითარებაში, თემაზე გიორგი შუბითიძესთან ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენელთან ერთად ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგვიყევით ახალგაზრდული საბჭოს მისიისა და მიზნების შესახებ, რა პროექტები გაქვთ? ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არის ორდონიანი სტრუქტურა, ესაც განასხვავებს სხვა მუნიციპალიტეტებისგან ლაგოდეხს. პირველი არის ადმინისტრაციული ერთეულის ახალგაზრდული საბჭო. ლაგოდეხი არის დაყოფილი 15 ადმინისტრაციულ ერთეულად. ყოველ ადმინისტრაციულ ერთეულში არის თავისი ახალგაზრდული საბჭო და ამ ადმინისტრაციული ერთეულის ახალგაზრდულ საბჭოში არის ყოველ საბჭოში 25 წევრზე მეტი ან 20 წევრზე მეტი. მეორე არის მერის სათათბირო ორგანო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში შედის სულ 15 წევრი, ანუ ამ ადმინისტრაციული ერთეულის ახალგაზრდული საბჭოებში არჩეული ლიდერები შედიან მერის მრჩეველთა საბჭოში. ლიდერს ირჩევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა, ახალგაზრდები. და მერის მრჩეველთა საბჭოში შედიან გასაუბრების და ჩვენთან ეგრე არა, ანუ ახალგაზრდები ირჩევენ თვითონ თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულში ვინმე რომ ლიდერი იყოს. და ეგ ლიდერები შედიან მერის მრჩეველთა საბჭოში. ჩვენ ადმინისტრაციულ ერთეულში განვახორციელეთ ახალგაზრდული საბჭოდან საქველმოქმედო ღონისძიება ფილმის ჩვენება 2025 წელს და მიღებული თანხა მოხმარდა მოხუცების დახმარებას. ერთ-ერთი პროექტი იყო ლაგოდეხში ამბავი ჩვენი სოფლის ან ქალაქის ისტორიიდან. უნდა გავკეთებინა ვიდეო რგოლები. საკმაოდ ბევრმა მიიღო მონაწილეობა ლაგოდეხიდან და ამ ვიდეო რგოლები წარმოაჩინეთ ჩვენი სოფელი და ქალაქი. როგორც ვიცით, თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ასევე ახალგაზრდულ ფორუმებში და რა გამოცდილებას იღებთ ასეთი შეხვედრებიდან? ლაგოდეხი არის შესული დაახლოებით 23 წელია საქართველოს ახალგაზრდულთა საბჭოების ასოციაციაში, სამსაში. სამსა მართავს სხვადასხვა ფორუმებს და ღონისძიებებს ამ ახალგაზრდული საბჭოებისთვის. ზაფხულში ლაგოდეხის ახალგაზრდები ვიყავით წასული ერთ-ერთ ფორუმზე, სამსას ერთ-ერთ ფორუმზე. და დავესწარით მაგ ფორუმს, იქ გვასწავლენ როგორ უნდა დაგვეწერა პროექტი და ასე შემდეგ. მეორე ფორუმი იყო, ეს უფრო დიდი ფორუმი იყო, ასე ვთქვათ. ეხლა დეკემბერში რეგიონალური ფორუმი ესეც და აღონდ იქ იყვნენ საქართველოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოებიდან ერთი წარმომადგენელი მაინც იყო წამოსული. ეს ფორუმები არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის, რადგან იქ გვასწავლიან როგორ უნდა დაიწეროს პროექტი, როგორ უნდა ვაწარმოოთ მაგალითად სხვადასხვა დოკუმენტები, რაც ახალგაზრდულ საბჭოებს სჭირდება, როგორ უნდა ჩავერთოთ საგრანტო კონკურსებში და ასე შემდეგ. ასევე ვიცნობთ სხვადასხვა ადამიანებს და უმეგობრდებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ამ ახალგაზრდობის მიმართულებით. 2026 წელს რა გეგმები გაქვთ? 2026 წელს ჩვენი საბჭო აპირებს ჩაატაროს როგორც სპორტული საგანმანათლებლო, ისე საქველმოქმედო ღონისძიებები. ამაში გვეხმარება მერიაც, რა თქმა უნდა, გვიყავს ბიუჯეტს და ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს მერის ხარდაჭერით. აი მაგალითად ვაპირებთ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ხიარული სტარტების ჩატარებას, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების ღონისძიებას, სადაც უკვე ყოველწლიურად ვერთვებით ახალგაზრდული საბჭოდან. ახალგაზრდული საბჭოები ეხმარება ადამიანს განევითაროს ლიდერული უნარები. ასევე ეხმარება სხვა ადამიანების გაცნობაში. მაგალითად, წელს ვიყავით ჩვენ 2025 წელს ვიყავით წასული მერიდან ამ მრჩეველთა საბჭოდან შაორის ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც გავიცანით ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და სხვადასხვა საბჭოებიდან. რაც შეეხება ჩვენი შეკრების ადგილებს, ლაგოდეხში ყოველ ადმინისტრაციულ ერთეულში არის თავისი საბჭო. ანუ გამოყოფილია საბჭოსთვის კაბინეტი და ბოლოს მოუწოდებ ყველა ახალგაზრდას ჩაერთოს ახალგაზრდულ საბჭოებში, რადგან განევითარონ ლიდერული უნარჩვევები, გაიცნონ ახალი ადამიანები და შექმნათ ახალი პროექტები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.